ამოცანა 1.24. 2000-ის რა ნაწილს შეადგენს 225? რო გავიგოთ რა ნაწილს შეადგენს, თვითონ ეს რა ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება მრიცხველში, ხოლო რის ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება ნიშნულში. ანუ 225 უნდა შევაფარდოთ 2000-თან. შევკვეცოთ და მივიღებთ 25-ზე რო შევკვეცოთ 9/14. ანუ პასუხია 9/14. გადავიდეთ მეორეზე, 33.1/13 რა ნაწილს შეადგენს 2. ანალოგიურად ვიქცევით, ანუ გავიგოთ რა ნაწილს შეადგენს რიცხვი, ეს თვითონ რა ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება მრიცხველში, რის ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება ნიშნულში. ანუ 2 უნდა შევაფარდოთ 33.1/13-ზე. 33.1/13 წილადად რო გადავაქციოთ 100/13-ია. შემდეგ ამ დიდი წილადის ხაზს გაყოფით შევცვლით. 2 გაყოფილი 100/13-ზე, გაყოფას შევცვლით გამრავლებით, ანუ 100/13-ს შევაბრუნებთ და გავზეთ 3/13-ს, შევკვეცავთ და მივიღებთ 3/50-ს. დავიდეთ შემდეგზე, 99.1/13-ის რა ნაწილს შეადგენს 16/5. 16.5. ანალოგიურად ვიქცევით, რა ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება მრიცხველში, რის ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება ნიშნულში. 16.5 რო გადავაქციოთ წილადად, მივიღებთ 159/9-ს, ხოლო 99.1/13 რო გადავაქციოთ წილადად, მივიღებთ 298/13-ს. ამ დიდი წილადის ხაზის მაგივრად დავწერეთ გაყოფა, ანუ 159/9 გაყოფილი 298/13-ზე. გაყოფა შევაბრუნებთ გამრავლებით, 159/9 გამრავლებული 3 შეფარდებული 298-თან, შევკვეცოთ ჯვარედინად, 159-ზე რო შევკვეცება 298 2 დაგვრჩება, 3 და 9 შევკვეცება 9-ის მაგივრად 3 დაგვრჩება. მივიღეთ 1 შეფარდებული 3 ჯერ 2-თან არის 1/6. მესამე ამით დამთავრდა. პასუხია 1/6. გადავიდეთ მეოთხეზე. 510.3-ის რა ნაწილს შეადგენს 17.1/100? ანალოგიურად ვიქცევით აქაც, რა ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება მრიცხველში, რის ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება ნიშნულში. ანუ 17.1/100 შეფარდებული 510.3-ზე. მრიცხველი და ნიშნული 100-ზე რო გავამრავლოთ, მივიღებთ 1701 შეფარდებული 51.030-ზე. ეს თვითონ 1701-ზე იკვეცება და არის 1/30. პასუხი არის 1/30.